საღამო მშვიდობის. მოკლედ ახლა უნდა გაჩვენოთ რა ვიყიდე იტალიაში წასაღებად, ტანსაცმელი ვიყიდე, ძალიან კარგები, ძალიან ბევრი, ძალიან დავიხარჯე, მაგრამ არა უშავს, აღარ ვიწუწუნებ, იმიტომ რომ 2 დღეა დავწანწალებ, ანუ სანამ სამსახურში გავიდოდი, ყველაფერს მივედმოვედე მოკლედ რა ეს ბოლო პერიოდი და ძალიან გადაღლილი ვარ, ეხლა სამსახურიდან მოვედი, როგორი განადგურებული ვარ, იცით? არაფრის თავი არ მაქვს. ეს სახლიც რაც არ უნდა ვალაგო, მოკლედ მაინც არეულია რა, პატარა როა. გაჩვენებთ დღეს ზაზუკა გამყვა, ჩემი მეგობარი კი იცნობთ ჩემი ვიდეოებიდან და რა ვიცი, ზაზუკა რო არ გამყოლოდა, მე ამდენ ფულს ვერ დავხარჯავდი ტანსაცმელში, იმიტომ რომ მინდა, მიყვარს, მომწონს, მაგრამ არ მემეტება. იმიტომ რომ გაუგე ჩემი შრომით მოპოვებულ ფულს გემო, ესე ვთქვათ და ცოტა ზედმეტად მიჭირს დახარჯვა, მაგრამ მაინც უაზროდ მეხარჯება. მოკლედ გამყვა ზაზუკა ჩემი მეგობარი და მაყიდია რაღაცები. ფეხსაცმლის ყიდვას არ ვაპირებდი, მაგრამ ძალიან დიდი ხანი მინდოდა აი ესენი. ძალიან დიდი ხანი მინდოდა, მაგრამ რა ვიცი, ვერ ვიმეტებდი ალბათ ამაშიც ფულს. მეორე უფრო მომეწონა, მაგრამ რატომღაც ეს მაყიდია. 150 ლარი ღირდა 140-ად შეევაჭრა ჩემმა ვაჭარმა ძმაკაცმა. მაგრამ ის კი არ იცის რომ ვაჭრებმა ზოგადად, ჩემი აზრით ეგრეა, რომ რაც ღირს რეალურად იმაზე მეტ ფასს ადებენ, ამბობენ, რომ ანუ თუ ვინმე შეევაჭრება, დაუკლებს იმდენს, რომ თავის ფასზე ჩამოიყვანოს თუ არა და გაყიდის უფრო მეტად. ძალიან საყვარლობაა. და ძალიან დიდი ხანია მინდოდა და ჯანდაბას ჩემი თავი 140 ლარიანი ფეხსაცმელი ბოლოს მეცვა ესა კამპუსი. მაგაშიც ძალიან ძვირი გადავიხადე, მაშინ ძალიან მოდაში იყო კამპუსები და გამოვიწერე მიდან ნათესავს გამოვაწერიე AliExpress-იდან თუ რომელიღაცა საიტიდან და იმის მერე რავი, მათფასიანი ფეხსაცმელი არ მწმია. ხო და აი 140 ლარად ვიყიდე. ძალიან საყვარლობა, მეორე უფრო მომეწონა აქ რო ხაზები აქვს, მაგრამ არა უშავს რა, ისეთია საყვარლობა თან ვარსკვლავებზე ვგიჟდები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავებზე ვგიჟდები. ძალიან კაია. ძალიან მომწონს. ერთი ვიყიდე ეს მაიკა ვიყიდე გუშინ წინ. პოლოებზე ვგიჟდები, არ ვიცი რატო, ძალიან დიდი ხანია მოდაშია პოლოები და უკვე გადავიდა კიდეც მოდიდან, მაგრამ მე ძალიან მიყვარს, ძალიან ვგიჟდები პოლოზე. მწვანე ფერი მომწონს კიდე ძალიან, მწვანე ფერზე ვარ სიგიჟემდე შეყვარებული და ეს იყო სულ 2 ზომა. ეს და ამაზე უფრო დიდი ერთი ზომით. ძალიან დიდი ზომა ეს არის 2XL, მაგრამ ანუ ოვერსაიზის მოყვარული ვარ, ძალიან მიყვარს ფართე სტილის ტანსაცმელი და ეს ვიყიდე ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ ძალიან მომეწონა მოკლედ და ვიყიდე ეს. ესეთი მწვანე ფერის პოლო, ამაში გადავიხადე 29 ლარი. უვიდე და მეც კაი ფასი გადამიხდია. 29 ლარი გადავიხადე, ეს ვიყიდე იმაში, რა ქვია, სადგურის მოედანზე არის fashion style თუ რაღაც. სად გადავარდა ეხა პარკი მაგის. დამავიწყდა იქით რა ქვია. ხო, fashion style. ეს მაღაზია დიდად მომწონს, თქო რო გითხრათ, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რაღაც ვერ მომეწონა ეს მაღაზია, რამდენჯერ ვიყავი და წესიურად ვერაფერი ვერ ვიყიდე. მაგრამ ამ მაღაზიაში მაყიდია ჩემმა მეგობარმა ძალიან ბევრი რაღაც. ეს კლასიკური შარვალი, ამ ბოლო დროს კლასიკური სტილი შემიყვარდა იმ ხრივ, რომ საროჩკები შემიყვარდა ესეთი მკლავიანები და თან კიდე ესა რა ქვია, იტალიაში ძალიან კლასიკური სტილის მოყვარულები არიან და ესეთი შარვალი ვიყიდე კლასიკური, იქედან ვენტილატორი უბერავს. ესეც არის პოლოსი. შავი მინდოდა, მაგრამ ანუ ერთი ცალი იყო შავი დარჩენილი და ზედმეტად პატარა იყო და ეს ვიყიდე კლასიკური ესეთი კრემის ფერში რა. ძალიან კაია, ოღონდ კაი ფასიც გადავიხადე. ამ ნახეთ რა კარგია.
თან ესეც პოლოა. ანუ პოლოებში ვიქნები გამოწყობილი. 59 ლარი გადავიხადე ამაში და ამ ფერს რაც შევუხამე იყო ესეც პოლო. ანუ პოლო. სხვა ტანსაცმელი მე არ ვიცი. აი ეს. ძალიან კარგია, ძალიან მოუხდა. და ვფიქრობ, რომ ამათ ჩავიცმევ გაფრენისას რა, ფრენის პერიოდში. ეს და ეს მოუხდა ერთმანეთს ფერებში, ნუ მეტი უკეთესი ფერები ვერ შევუხამეთ, იმიტომ რომ რავი, ხან ზომა არ მოგვეწონა, ხან ზომა არ იყო ხანისა და ეს და ეს შევუხამეთ ერთმანეთს, ოღონდ ამაზე ხა შავი ფეხსაცმელი არ წავა. თეთრი არაფერი არ მაქვს. კი მაქვს, მაგრამ არ მომწონს. მით უმეტეს იტალიაში რო წავიღო ისეთი ფეხსაცმელი არ არის ეგ. ხო და ვფიქრობ, რომ ეს ჩავიცვა, ეს იაფიანი პოლოა. ცოტა პატარა ზომა მაქვს, ეს ერთი ცალი იყო დარჩენილი და ეთყობა კიდეც რომ ცოტა პატარაა, მაგრამ მე პოლოს ხამი ვარ და ვიყიდე ესეც. ეს არის 15 ლარი. 15 ლარი ღირდა და ვიყიდე ხა რა. ხო და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ მაღლა შავს ჩავიცმევ, დაბლა ამას ჩავიცმევ და ფეხსაცმელი წავიღე ესენი. ეს უნდა ჩავიცვა აუცილებლად გაფრენისას. ხო და სხვა რა ვიცი, აბა თუ მოუხდა აი ამორს, თუ მოუხდა ეს, ნახოთ. ეს პოლო გაჩვენეთ. ხო. მწვანე ფერზე და პოლოებზე ვგიჟდები. ანუ ისევ ის მინდოდა სამბას და სპეციალის ყიდვა, იმდენად მომწონს ეს სპეციალის ფეხსაცმელები და სამბის ფეხსაცმელები ფერადები როა და ძალიან ლამაზებია რა. ნასკი ვიყიდე, ძალიან იაფი იყო, რავი, ლარნახევრად ნასკები ბოლოს მახსოვს ჩემ ბავშვობაში სკოლის ასაკში მყიდულობდა დედაჩემი ლარნახევრად ნასკებს და ასეც ლარნახევრიანი ნასკი ვიყიდე 3 წელი. და ეს ჯინსი ვიყიდე, ბოლოს წავედით, თავის დროზე ჯერ იქ რო წავსულიყავით, ჩემი აზრით ბევრად უფრო კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან კაი მაღაზია, ეს არის ეკონომ შოპი. არანაირი რეკლამა ხალხო, მაგრამ ხო იცით მე რაც კარგია მომწონს, რაც მომწონს ვიტყვი მომწონს, რაც არ მომწონს ვიტყვი არ მომწონს. სულ რო ფული გადამიხანდო და სულ რო დავარეკლამო, გულწრფელი ვიქნები, რა თქმა უნდა. სპონსორი არ მეღირსება, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს ეს. თან ტექნიკურზე არის ახალი გახსნილი და ისეთი კარგი ფასები იყო. 29 ლარში ისეთი კარგი ჯინსები იყო, 15 ლარში იყო ხალხო, 15 თუ 19 ლარში შორტი ბრიჯები. მაგრამ არ მომეწონა რაღაცა, ძალიან ფართეც არ იყო დაბლა. დაბლა არ იყო ბრიჯები ფართე, თორე ჯინსის ბრიჯის ყიდვაც მინდოდა. მოვიზომე 3 ზომა. მაგრამ ბრიჯი არ მიყიდია. ჯინსები იყო ნაირნაირები, ისეთი კაი ჯინსები იყო მართლა, აწი საყიდლებზე თუ წავალ მან ეკონომ შოპში, ძალიან კაია მართლა, რეკომენდაცია ჩემგან, ტექნიკურზე არის მეტროსთან ახლოს იქვე და ეს ჯინსი ვიყიდე, ნახეთ. ანუ ჯერ ეს ნახეთ. შეიძლება დამცინოს ზოგმა ეს რა არისო და მე ეს ნახეთ. გიჟდები ესეთ ჩანჩურა სტილზე და ფერად რაღაცეებზე. ეს კამარიც მოყვა. და ძალიან ბეგი არ არის. ანუ ძალიან ფართე სტილი არ არის. ბევრად უფრო ფართეები მაცვია, მაგრამ მომეწონა, რავი, შავი იყო კიდე, მაგრამ ეგ შავი ფეხებზე ბევრად უფრო ვიწრო იყო და ეს იმდენად ვიწრო არ არის. ხო და ეს ვიყიდე 29 ლარად. ანუ ნახეთ 59 ლარის ნაცვლად 29 ლარი.
ძალიან კაი ტანსაცმელები იყო, ძალიან კარგ ფასებში, ფეხსაცმელებშიც დიდი არჩევანი იყო და რაც ყველაზე მთავარია, მოწესრიგებული, გაწყრიალებული მაღაზია, გასახდელები ისე ყოხტად იყო, ლამაზად, ყველა გასახდელში სარკეები იყო, გარეთაც სარკე იყო, თან ულამაზესი გაწყრიალებული სარკე, განათებული, ძალიან ლამაზი იყო, მოკლედ და ძალიან მომეწონა. მაგრამ ჯერ რომ ეკონომ შოპში წავსულიყავი, ვფიქრობ, ბევრად უფრო ბიუჯეტურად გამოვიდოდი, ბევრად უფრო მეტრამის ვიყიდიდი. მეტი რაღა მინდა, ამდენი რამის ყიდვას მართლა არ ვაპირებდი და ესე დახარჯვას მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ ეს ჩემი ძმაკაცი ზაზუკა რო შევიდა, ხო ვეღარ გამოუტყავე. სადაც არ შევიდა, ყველგან უდოდა რაღაცა მეყიდა. მეთქი მიყიდე და ჩავიცნო რა პრობლემაა. ეხა კაი სათვალე გინდაო, კაი ქუდი გინდაო. რა ვქნა ხალხო, ეს სათვალეები არ მომწონს, არ მიხდება და არ ვიკეთებ, არ ვატარებ საერთოდ. ლამის 30 ლარიანი რეიბანები შემომაყიდინა. იმიტომ რომ ტვინი გაბურღა მაღაზიიდან ვერ გამოვტყავე, არ მინდა მორჩა, ხო? ხო, ეს ფეხსაცმელიც. ეს რო ვიყიდეთ, მერე წავედით ეკონომ შოპში. და აი ეს ამ სტილის ფეხსაცმელები იყო 59 ლარებში რა, 35-59 ლარებში იყო. ძალიან კაი ფეხსაცმელები, რავი, სამბებით, სპეციალებიც, ესენიც, Golden Goose-ები, ისა ყველაფერი იყო მოკლედ ეკონომ შოპში და მეთქი ახლა არ დამენახო თქო. გადი ახლა გამეცალე, სანამ კაი ხასიათზე ვარ, მეთქი ესა თქო რა ქვია 140 ლარად რომ აყიდე ფეხსაცმელი და 50 ლარად არის, აგერ თქო რო ვერ გამოგტყავე მაღაზიიდან თქო. მაგრამ ნუ ახლა რა თქმა უნდა ხარისხი სულ სხვაა. ახლა 150 ლარს 30 ლარიან ფეხსაცმელში არავინ არ გადაგახტევიებს, მაგრამ რავი, მე რატომღაც მირჩევნია ნახეთ, ჩემი აზრით მთავარია ფეხზე გქონდეს კომფორტულად, ეს პირველ რიგში და მთავარია მოგწონდეს, ეს მეორე. თორე 140 ლარიანი ფეხსაცმელი გეცმევათ 30 ლარიანი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ხარისხში ძალიან დიდი სხვაობაა, ამან შეიძლება გაგიწვოს რა ვიცი 2 წელი და ზუსტად ესეთი რო იყიდო 50 ლარად, ან თუნდაც 30 ლარად შეიძლება 1 თვეში გაგეხეს, მაგრამ მე ახლა ეს სამბები რაც მაცვია ფეხზე არაერთხელ გაჩვენეთ. შიმნი მებონია. ესენი რაც მაცვია მაგალითად ვიყიდე 30 ლარად სადგურის მოედანზე, თითქმის ყოველ დღე ეს მაცვია, ფეხზეც კომფორტულად მაქვს. და ისა რა ქვია, რა ვიცი, 2-3 თვეა უკვე მიძლებს და ჯერ კიდე კაი ხანს გაძლებს და ჩემი აზრით ჯობია რომ 3 ფეხსაცმელი, 4 ფეხსაცმელი გქონდეს და 30 ლარიანი და როგორ იცით, შეუხამო იმას რა, ჩაცმულობას. აი მაგალითად გაცვია შავები, ხო? ჩაიცმევ შავ ფეხსაცმელს იმ დღეს. მეორე დღეს გეცმევა თეთრები, ჩაიცმევ თეთრ ფეხსაცმელს. ანუ ეხა 150 და 200 ლარიანი ფეხსაცმელი 4 და 5 ვერ გექნება და 30 ლარიანი ფეხსაცმელი თუ მოგწონს და თუ კომფორტულად გაცვია, ხო? 30 ლარიანი ფეხსაცმელი ჩვეულებრივად, ანუ 4-5 რო გქონდეს და ჩაცმის სტილს, ფერებს რო შეუხამო და სულ ერთი და იგივე რო არ გეცვას, ძალიან კარგია ჩემი აზრით. თან ეხა ერთი და იგივე ფეხსაცმელი რო გაცვია, რა ვიცი, 2 წელი დიდათ ლამაზი და მისაღები არ არის. ხო და რავი, რატომაც არა, რომ 30 ლარიანი, 40 ლარიანი ფეხსაცმელი გქონდეს. თავარია თავს კარგად გცნობდი. ხო, რატომღაც ეს მეორე უფრო მომეწონა და მოკლედ ზაზუკამ რა ვიცი, გამაკოტრა დღეს. მაგრამ თან კმაყოფილი ვარ რო გამომყვა, იმიტომ რომ მე მარტო ესეთ კაი რაღაცებს მართლა ვერ ვიყიდიდი, ვაღიარებ. ამდენ ფულსაც ვერ გავიმეტებდი, ვაღიარებ. ასე რომ მშვენიერი რო გამომყვა. ანუ ტანსაცმელი მაქვს ხალხო, ერთი კვირა ტანსაცმელს რეცხავ, კეცავ, ყარადებში, სად რა შევტენო, აღარ ვიცი, იმდენი ტანსაცმელი მაქვს, მაგრამ მაინც რა წამეღო იტალიაში არ ვიცოდი. თან დედაჩემი მეუბნება რომ აქ იმდენი რამე გიყიდეო, ერთ-ერთი ჩაიცვი ყველაფერიო და წამოდიო.
ხო და აქ ქვეყანა ტანსაცმელს გახვედრებო, მაგრამ მაინც აგერ რა ვიცი ძალიან ბევრი დავხარჯე. ეხლა რო გადავიანგარიშო შეიძლება წნევამ დამარტყას. იმდენი დავხარჯე, მაგრამ კმაყოფილი ვარ ძალიან. 30 60 ეხლა უკვე გული დამარტყავს. ეს 50 110 ვაი მე ზაზუკა რა მიქენი ვერ გადამირჩები ცოცხალი 110 25 135 135 პლუს 15 150 საკაცო 150 200 300 ლარი 290 მეტი რა ვიყიდე რავი 290 ნუ ნასკები 300 ლარი რა გავიწეწე თან მე რო ჩამოვალ იტალიიდან მე ვარ უფასო შვებულებაში გავდივარ 20 დღე არაფერი არ ჩამერიცხება იმიტომ რომ არ ვმუშაობდა უფასო შვებულებაში გავდივარ ამ 20 დღეს პლუს მე რო ჩამოვალ 20-ში ნუ 10 რიცხვამდე კი არა და 30-მდე რას ვიმუშავებ ხო მაქსიმუმ 300 ლარის რო ვიმუშაო 10 დღეში და იმის მერე ერთი თვე ანუ 30 დღე მოკლედ ხელფასი არ ჩამერიცხება და გავიწეწე აგერ კი ხედავთ გამატყავა დღეს ზაზუკამ მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ხალხო უბრალოდ რა ვიცი სად ჩავატიო ამდენი ტანსაცმელი არ ვიცი ძალიან ბევრი დავხარჯე ძალიან მართლა დედაჩემმა გამომიგზავნა მოკლედ ფული პლუს ამას ხელფასიდანაც მქონდა შემორჩენილი ფული და ბილეთის გარდა ზედმეტად ბევრი დავხარჯე მაგრამ არა უშავს ხა თავი აკმაყოფ აი კი მეტყობა აი ლაპარაკში მეტყობა რომ თან აი ლაპარაკში მეტყობა რომ თან მინდა თან მენანება თან კმაყოფილი ვარ თან არ ვარ კმაყოფილი ანუ მე არ შემილია ეს უცებ შოპინგი რა მე ხა ძალიან გადარბენებზე ვარ ეს ბოლო პერიოდია მართლა როგორი გადაღლილი ვარ იცით მაგაზე ცალკე დაგელაპარაკებით აი ძალიან გადარბენებზე ვიყავი და დილას რო გავიღვიძებდი როდის მე სახლიდან გავიდოდი ანუ 1 საათი და თუნდაც 2 საათი არ მყოფნი და მაღაზიაში ტანსაცმლის დასათვალიერებლად იმიტომ რომ მე ისეთი გემოვნება მაქვს ძალიან ისეთი ვარ რა ბევრი თუ არ ვიფიქრე ძალიან თუ არ მომეწონა ძალიან კომფორტულად თუ არ ვიგზენი თავი უცებ ვერ ვყიდულობ ტანსაცმელს და ჩემმა ძმაკაცმა დღეს რა ვიცი რამოდენიმე საათში 12-ზე პირველი 20 წუთზე გავედით სახლიდან და 4-მდე 5:30-მდე ნუ პირველზე სადგურზე ვიყავით უკვე 2-3-4 3 საათ ნახევარში რა ვიცი მთელი მაღაზიები მოვიარეთ ყველაფერი ჩავიზომეთ თვითონაც იყიდა ზედა ქვედა შორტი და საროჩკა და რავი მოკლედ მადლობა ზაზუკას რომ გამამეტებია ფული და მაყიდია ტანსაცმელი მიუხედავად იმისა რომ სავსე მაქვს ამხელა კარა და სად რა შევტენო აღარ ვიცი ეხა კი მინდა რომ ყველაფერი ჩავიცვა და მოვიზომო და მოვირგო მაგრამ აი როგორი დაღლილი ვარ იცით ფეხები მტკივა კატასტროფულად სახლამდე მომეღწია და ლოგინზე მიუგდებულიყავი მეტი არ მინდოდა არაფერი რა ძალიან გადარბენებზე ვარ იმიტომ რომ ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია ახლა პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ მე დღე ხვალიე ვარ იმიტომ რომ 3 თვეა 4 თვეა უკვე ვიცი რომ იტალიაში მივდიოდი მაგრამ საბოლოოდ რო დავწმუნდი რომ ნამდვილად მივდივარ ბილეთები რო ნაყიდი მაქვს და ყველაფერი მერე დავიწყე ყველაფრის ისა რა მოწესრიგება ანუ ყველაფერი მინდა იდეალურ მდგომარეობაში დავტოვო
ნუ ეხლა ყველას გექნებათ გამოცდილება ეგეთი, რომ აი დასასვენებლად რომ მიდიხართ, ერთი სული გაქვთ რა, როდის წახვალთ, რომ დაისვენოთ გემრიელად. მეც ეგრე ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ უპასუხისმგებლოდ არ მინდა მოვიქცე არც სამსახურში, არც სახლში, ანუ ყველაფერი მინდა დავტო მოწესრიგებული სახლშიც, სამსახურშიც, თან ტანსაცმლის ყიდვა მინდოდა, თან ეს მინდოდა, თან ეს მინდოდა. ყველაფრის გაკეთება ერთად მინდოდა ხალხო და ძალიან გადავიღალე, ძალიან გადავიტვირთე. დღეს მით უმეტეს სამსახურში ფასების ცვლილების დღე მქონდა, ყველაფერი მარტომ გავაკეთე. აი ძალიან საშინლად დავიღალე. თუმცა ასე თუ ისე რა ვიცი რა, დღეს დავფიქრდი მაგ თემაზე და მივხვდი, რომ ბაჩო მეთქი რაც იქნება, იქნება, ყველაფერი კარგად იქნება. ზედმეტად ნუ გადაიღლი თავს, ნუ გადაიტვირთავ, გადარბენებზე ნუ იქნები. ყველაფერი კარგად იქნება, რამდენიც შეგიძლია, იმდენი გააკეთე რა, მოკლედ. თავარია შენ ცნობდე კარგად თავს. ანუ ნახეთ, თუნდაც ტანსაცმლის მხრივ, თუნდაც სამსახურის მხრივ, რა ვიცი, მოკლედ თავარია რომ შენ იყო კმაყოფილი, თუნდაც ტანსაცმლით, თუნდაც სამსახურში გაკეთებული საქმით, ზედმეტად არ უნდა გადაიღალო თავი, მაგრამ მე არ მესმის, უბრალოდ ვეუბნები ამას ჩემ თავს, თორე ერთი კვირა ხალხო, 2 ღამე ხო, 2 კი არა 3 ღამე ხო გავათენე, 5 საათამდე სახლს ვალაგებდი, იმიტომ რომ გადავდივართ აქედან. ნუ ჩემი ძმა უკვე გადასულია, საერთოდ არ მოდის აქეთ. მაგრამ მე მინდა აქ დალაგებული დავტო ყველაფერი, ტანსაცმელი დაკეცილი, სახლი დალაგებული, ჩემოდნებში, ჩანთებში ჩალაგებული მინდა დავტო ყველაფერი, რომ ჩემი ძმა მოვიდეს და გადაიტანოს ეს ყველაფერი. მე რო წავალ, ჩემ ძმას დაუბარე, რომ მეთქი გთხოვ, რომ მანქანით მოხვიდე და წაიღო ეს ყველაფერი თქო რა. ხო და რა ვიცი, 2 ღამე, 3 ღამე ამ სახლის ლაგებას დავათენე. მერე ღამის 5 საათზე რო დაიძინებ, წარმოიდგინეთ რომელ საათზე გაგეღვიძება. აი დილას რო ახალ გაღვიძებულზე ენერგიულად რო უნდა გრძნობდე თავს, მაგრამ მე რომ მომაკვდავი ვარ და მერე აქედან წასული ტანსაცმლების საყიდლად რო გაირბენდი. ტანსაცმლების ვითომ ეს რა ქვია შოპინგის მერე რო სამსახურში წახვიდოდი, იქ რო 1000 საქმე დაგხვდებოდა, ღამე განადგურებული რომ მოხვიდოდი. მოკლედ ძალიან ზედმეტად გადავტვირთე საკუთარი თავი ეს ბოლო პერიოდში, მაგრამ მართლა არ ვარ უპასუხისმგებლო და ვცდილობ რომ არ ვიყო და მინდა რომ ყველაფერი წესრიგში დავტოვო კოხტად ლამაზად. ესე იგი აპარატურად დავტენე. ერთი შტატივი მიმაქვს, ეხლა რაზეც მიმაგრია ტელეფონი, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია და რატო? სელფის ჯოხიც არის, შტატივიც არის და შტატივს რო, ანუ ზედა მხარეს რო მოხსნი, ამაზე მაგრდება, ამ შტატივზე და სელფის ჯოხზე მაგრდება ეს კამერა. აი ეს კამერა. ხო და სელფის ჯოხადაც შეგიძლია გამოიყენო შტატივადაც. ეს დავცალე მთლიანად ზედმეტი გადასაბმელები, ზედმეტი რაც იყო და რასაც ვერ გაუგე, ამოვალაგე და ვტოვებ თბილისში. დავამჩატე ცოტა კაცო, თორე ანუ 8 კილობარგი მაქვს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 8-9 კილობარგი მექნება და ამდენი რაღაცა როგორ ჩავალაგო და როგორ ჩავტიო. ხო და ყველაფერი დავცალე. მიკროფონები, კამერები, კამერის ელემენტები, ყველაფერი დავტენე გუშინ, მთელი ღამე ვტენიდი. და რა ვიცი, ვითომ მომზადებული მივდივარ იტალიაში, ვითომ მომზადებული. მაგრამ ღმერთნებით უკმაყოფილო არასდროს არ უნდა იყო, რა თქმა უნდა. როგორც ცუდადაც არ უნდა იყოს საქმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მით უმეტეს
უზომოდ კმაყოფილი ვარ ღმერთით, უზომოდ კმაყოფილი ვარ ჩემი ოჯახის წევრების, მადლობა ღმერთს, რომ ესეთ კარგ ოჯახში მოვხდი. დედას პირველ რიგში დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ჩემთვის ძალიან თავარია ეხა, რომ მაგაზეც ზედმეტად ბევრს ნერვიულობ, რომ ყველაფერი საბუთები წესრიგში მაქვს, ბილეთი ნაყიდი მაქვს, ესა, მაგრამ მაგაზეც ბევრს ნერვიულობ, რომ რაღაცა პრობლემა არ შემექმნა საზღვარზე ან რაღაცა და მოკლედ მშვიდობით ჩავიდოდე, ერთადერთი მაგას ვინატრებდი და დანარჩენი ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. დღევანდელი დღისთვის და არა მარტო დღევანდელი დღისთვის, მთელი ჩემი ცხოვრებისთვის მადლობას ვუხდი ღმერთს. ყველაფრისთვის. და რავი, მოკლედ, ხო, ის ვიყიდე კიდე გზაში. საჭმელი ვიყიდე, იმიტომ რომ სამსახურში წესივრად ვერ ვჭამე. ანუ მოსაწევადაც არ გავსულა წესივრად. განა იმიტომ რომ ვინმე მიშლიდა, ანუ სრულიად ჩემზეა დამოკიდებული, რა ვიცი, თუ მინდა დავჯდები დავისვენებ, თუ მინდა მოსაწევად გავალ, მაგრამ მე თვითონ დღეს რატომღაც იმდენად პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა, რომ ძალიან წესრიგში მინდოდა დამეტოვებია მაღაზია და ისეთ გადარბენებზე ვიყავი სამსახურში, აი ჯერ ხო დილიდან წასული. რამდენი წუთია ვიდეოს ვიწერ 26. დილიდან რო გავედით, დილას არ ვჭამ საჭმელს, სახლში არაფერი არ მიჭამია. დილიდან გასული, რა ვიცი, წყალიც კი არ დამილევია, იმდენად შევყევით ტანსაცმლების ყიდვას, რომ მოვრჩით ბოლოს და ბოლოს ტანსაცმლის ყიდვას 5:30 იყო უკვე ენერგეტიკული რო დავლიე. მერე სამსახურში მივედი, ლობიანი ვჭამე 1 ცალი, ყავა დავლიე. და რომ დავიწყე საქმეების კეთება, აი უკვე შუა პერიოდში იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, რომ მეთქი რა ვქნა ეხა რა ვჭამო რამე ისეთი, რომ აი ლობიანი რომ ეჭამა, ვიცოდი რომ უარესად ცუდად გავხდებოდი და იოგურტი დავლიე, დასალევი იოგურტი მილასი და ბევრად უკეთ ვიგრძენი თავი და ისევ გავაგრძელე მუშაობა მოკლედ და 12:30-ზე გამოვედი სამსახურიდან. და რა ვიცი, წესივრად ვერ ვჭამე სამსახურში და გზაში ვიფიქრე, ეხა სახლში რომ მივალ რა ვჭამო თქო. აწეწილი მაქვს მაცივარში ძალიან გემრიელი, მაგრამ რატომღაც მინდოდა მეყიდა ესა ხორციანი ბლინები. ბლინჩიკებს რო ვეძახით ჩვენ. ესის ხორცის ბლინები მინდოდა მეყიდა, იმიტომ რომ ესის პროდუქცია დიდად გემრიელი და ხარისხიანი არ არის, მაგრამ ესის ბლინები მომეწონა ძალიან არაჟანთან ერთად. ძალიან ხშირად ყიდულობ ხოლმე და ძალიან კაი აქციაში არის ხოლმე, მაგრამ ეხა არ მაინტერესებდა აქცია, უბრალოდ მინდოდა რომ ესის ბლინები მეყიდა და არაჟანი. ერთ სპარში შევედი, 2 ცალი იყო დარჩენილი, ისიც ყველის ბლინჩიკები. ყველის ბლინჩიკი არ ვიცი ეხა რა უნდა იყოს ისეთი. მეორე სპარში შევედი, რა ვიცი 10-15 ცალი იყო, ყველის იყო და ძალიან გული დამწყდა და მერე ვიფიქრე რომ პილმენს ვიყიდი თქო და პილმენს ძალიან ბევრი ვიფიქრე რომელი მეყიდა და საბოლოოდ ვიყიდე აი ეს მოხარშე და შეწვიო. ანუ პილმენის ფორმა არა, კვერებს რო ვაკეთებთ ხო იცით, ყველიანს ნახევარმთვარის ფორმა რო აქვს, ეგეთი ფორმა აქვს, მაგრამ რატომღაც ეს ავიღე, იმიტომ რომ არც მაქვს გასინჯული. ეხა ამის ნეტა მომახარშია და შეწვის თავისადა მაქვს, მაგრამ რა ვიცი, ცოტა დიდი ზომისებია და ვფიქრობ, რომ უფრო გემრიელი იქნება და თან მაინტერესებს როგორია და თან დიდი ზომისებია და ვიყიდე მოკლედ ეს. და პილმენთან რა თქმა უნდა ვიყიდე არაჟანი. მილასი. ძალიან მიყვარს მილას არაჟანი 20%-იანიც და 25%-იანიც. მოკლედ რა უფასო რეკლამებს ვაკეთებ რა. კაციშვილი არ მასპონსორებს. უფასო რეკლამებს ვაკეთებ. ხო და ეს არაჟანი ვიყიდე სამსახურში ძალიან ხშირად ვჭამ ხოლმე ამას. იმიტომ რომ რა მომწონს ეხა ამაში, პირველად რო დააგემოვნებ, შეიძლება დიდად არ მოგეწონოთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი არაჟანთან შედარებით ბევრად უფრო განსხვავებული გემო აქვს.
მაგრამ რა მიყვარს ამაში, ანუ არაჟანის გემო ხო აქვს და თან მდნარი ყველის გემო დაკრავს რა. მით უმეტეს 25%-იანს და ძალიან მომწონს, რა ვიცი. თან არაჟანია, თან მდნარი ყველია, ძვირიც არ ღირს, გემრიელიც არის და მოკლედ ეხლა ამ შუაღამეს უნდა დავადგა ეს პილმენი. არ ვიცი, შეწვისთავი მართლა არა მაქვს და მოხარშულს შევჭამ და თუ რამე დამრჩება მაცივარში შევინახავ და იმას ვიდავ, რა ქვია. დილას შევწვა მე სანამ სამსახურში გავა. აი მინდა რომ დავისვენო ხალხო. აი ესე არ შეიძლება მართლა მე რასაც ვაკეთებ. ანუ ხვალ არაფერი აღარ მაქვს გეგმაში, ერთადერთი ეს სახლი მინდა ბოლოს და ბოლოს დავალაგო, დიდად არაფერი აღარ დამჩა. ერთი შეყრას არეცხი მაქვს დარჩენილი, ძალიან ცოტა თეფშები, ჭურჭელი მოკლედ და ესა რა ქვია მოხვეწვა და მოწმენდა. აი საბოლოოდ წასვლის წინა დღეს რომ დავალაგებ, ხვალ ღამე სამსახურიდან რომ მოვალ და დავალაგებ, მორჩა რა. დღეს დავფიქრდი და მივხვდი რომ აი მართლა ბაჩო გეყოფა. ყველა საქმეს ნუ მიედმოედები, ნუ გადატვირთავ თავს, მაგრამ მაინც იგივეს ვაკეთებ. აღარ შემიძლია. თვით შეჭრა მინდა ერთადერთი ხვალ. თან ძალიან მენანება, იმიტომ რომ რაც თბილისში ვარ ჩამოსული, თბილისის წყალმა ისეთი რაღაც დამმართა, რომ ქერწს ვერაფრით ვერ მოვერიე, რა აღარ ვცადე, რამდენიმე შამპუნები აღარ მაქვს, მაგრამ ვერ მოვერიე ვერაფრით ქერწს და დედაჩემმა გამომიგზავნა იტალიიდან შამპუნი და ესა კერატინი. და ეს ბოლო პერიოდია, ჯერ შამპუნს ვისმევ, მერე კერატინს ვიჩერებ და ძალიან ისა რა ქვია, ძალიან მომიხდა თმაზე. ეხა ეს გუშინ დავიბანე და დაბანის მერე წავისვი ეს პანტენის ისა რა ქვია, თმის ზეთი და დიდად არ მომიხდა, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, დაბანიდან 2 დღის მერე ბევრად უფრო ფაფუკი და რბილი მაქვს თმა. ანუ რო ვიბანდა უხეშად ვიმშრალებ იმითი რა ქვია, ყოველთვის ვბანაობ ხოლმე ღამე, მერე პირსახოცით უხეშად რო გავიმშრალებ თმებს და მერე პლუს ამას ღამე რო ისა რა ქვია, ნამიანი თმით რო ვწვევი და ვკოტრიალობ ლოგინში, ძალიან გაჩეჩილი ვარ ხოლმე მეორე დღეს ლივს ვივარცხნი თმას, მაგრამ მესამე მეოთხე დღეს უკვე ძალიან პრიალებს თმა. ცოტა არ იყოს მენანება, მაგრამ აღარ მინდა რა, ძელი თმა აღარ მინდა. ძალიან დაბალზე ისედაც არ შევიჭრი. გვერდებს შევითხელებ, ოღონდ აპარატით არა, მაკრატლით. უკანა მხარეს, რა ვიცი, აპარატით შევასწორებიებ, წინაც წინ ძალიან უნდა მოვიკლო, იმიტომ რომ ძალიან ძელი თმა მაქვს ნახეთ. მაგრამ არ ვიცი, ხვალ რამდენად მოვახერხებ ხა. კაი ბარბერშოპში მინდოდა შემეჭრა თმა 50-60 ლარი რო ღირს ფოტოს რო აჩვენებ და ეგრე რო გჭრიან, მაგრამ რა ვიცი, აქვე არის სალონი და სანამ სამსახურში წავალ, ხვალ თუ მოვასწარი თუ არა და რა ვქნა, ახლა საერთოდ არ შევიჭრი, აღარ მაქვს აღარაფრის ნერვები. ბოდიშიც ძალიან ზედმეტად გაგიზიარეთ ჩემი დაღლილობის ამბავი, მაგრამ მაინც ყველაფერს ვახერხებ. წავედი ახლა, გუშინ დამიწერეს მართლა კომენტარი, პიცის დაგემოვნების ვიდეო რო დავდე და ძალიან კარგია, ძალიან გემრიელია თქო რო ვიძახი. ერთ-ერთმა მაყურებელმა დამიწერა კომენტარი, რომ შენო ციმბირულ ხინკალზეც ეგრე იძახდიო, რომ გემრიელიაო, მაგრამ ჭამისთანავე, გასინჯვისთანავე გადავაგდეო ისეთი იყო. არ ვიცი შეეშალა თუ არა და ხინკლის ნაცვლად პილმენი დაწერა, ანუ პილმენის ნაცვლად ხინკალი დაწერა თუ არა. შეიძლება შეეშალა და პილმენის ნაცვლად ხინკალი დაწერა, ან შეეშალა და პილმენის ნაცვლად ხინკალი გასინჯა. მე რეკომენდაცია გავუწია, ავლაბარში რო ვიყავი, ციმბირულ პილმენს ვყიდულობდი ორნაბიტში აქციით, დიდი ზომისები როა და ძალიან გემრიელი იყო, ძალიან მომწონდა, დიდი ზომის იყო, ბევრი ხორცი ჰქონდა, წვნიანი იყო, გემრიელი იყო და მაგიტო გავუწია რეკომენდაცია და მაგიტო გაგიზიარეთ თქვენც, თორე
რა ვიცი რო არ მომწონებოდა ყველა არ გაუწევდი ნუ გემოვნებაზეც არის ახლა დამოკიდებული მე შეიძლება მომწონს მაგრამ ვიღაცას არ მოწონს ხო ელემენტარულია გემოვნებაზეცაა დამოკიდებული მაგრამ რავი შეიძლება თვითონ შეეშალა აუ როგორი ფაფუკით მამა ძალიან მენანება არ მენანება არა ბავშვობაში ვიყავი სიგიჟემდე გადარეული გრძელხმაზე მაგრამ ეხლა საერთოდ არ მენანება უბრალოდ მინდა რომ ლამაზად შევიჭრა რამდენად ლამაზად შემჭრიან არ ვიცი მაგრამ მაგაზეც აღარ ვინერვიულებ თორე ძალიან ზედმეტად გადავტვირთე საკუთარი თავი და ძალიან ზედმეტად გადავიღალე მოკლედ და არაფერზე აღარ მინდა ნერვიულობა ხვალინდელ დღეს გადავაგორებ და ზეგდილას წავალ სოფელში და მასზე უკვე შუა დღეს გავფრინდებით მე და ჩემი ნათესავი რა მაგარია აუ ძალიან მიხარია და ძალიან ერთი სული მაქვს ყველაფერს გაგიზიარებთ შევეცდები რომ რაც შეიძლება საინტერესო ვიდეოები გადავიღო რაც შეიძლება მალე აგიტვირთოთ ვიდეოები და მოკლედ რა ვიცი ძალიან კარგი დასვენება გველოდება აბადროებით ხალხო ძალიან დაღლილი ვარ ეხლა ფილმს დავადგავ ამასობაში მოვწესრიგდები აქაც რა ვიცი ფანჯრები დაკეტილი დამხვდა რომ შემოვედი იგუდებოდა აქაურობა მაგრამ ჩავთე გამაგრილებელი და ცოტა გავგრილდი მოვწესრიგდები მოკლედ როგორც მოვახერხებ ჭურჭლის დარეცხვის თავის თუ შემოვრჩა დავრეცხავ და მოკლედ ერთ ჩევას მოგცემდით რასაც მე თვითონ ვერ ვითვალისწინებ და ვერ ვიაზრებ იმდენად რამდენადაც გასააზრებელია არ ვიცი აკეთეთ იმდენი რამდენიც შეგიძლიათ თავი ზედმეტად არ გადატვირთოთ ჩემ შემთხვევაში თუნდაც სამსახურის მხრივ გერჩივნოთ რომ დაბალი ხელფასი გქონდეთ და იკმაროთ და თავს კარგად გცნობდეთ ვიდრე შედარებით მაღალი ხელფასი გქონდეთ მაინც არაფერში არ ყოფნიდეთ და სულ დაღლილი იყოთ მოკლედ და ასევე რა ვიცი თუნდაც წასვლის ამბებში რასაც მოასწრებთ როგორც მოასწრებთ ისე მოიქეცით რა ახლა ჩემ შემთხვევაში ყველა საქმეს რომ მივედმოვედე და განადგურებული ვარ დაღლილი ვარ ეგრე ნუ იზავთ რა ჩემი რჩევა იქნება და იმედი მაქვს რომ მეც გავითვალისწინებ მომავალში თუნდაც ხვალ თუნდაც ეგ რომ ზედმეტად არ ვინერვიულებ ბევრ რამეზე და ზედმეტად არ გადავტვირთავ საკუთარ თავს აბადროებით რა ვიცი დღე თუ მიყურებთ ბედნიერ დღეს გისურვებთ ღამე თუ მიყურებთ დღეს გისურვებთ მიყვარხართ ძალიან კოცნით დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის აქტიურობისთვის და დიდი იმედი მაქვს რომ რა ვიცი ბევრად უფრო ჩაუჯდებით მოკლედ ჩემს იტალიურ დასვენებას ესე ვთქვათ აბადროებით